მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube-ს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ ჩვენს ახალ ეპიზოდში მოგიყვებით ფეხბურთაზე, რომელიც თავის კურსულ რამდენიმე თვით წინ საქართველოს ჩემპიონი იბერიგიდან შეუერთდა და მის ზედმეტსახელად უკვე იქცა მისტერ კლატჩი. ფეხბურთელი, რომლის გოლებსაც ქულები ან ქულამი აქვს კადისისთვის, სალამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას. ხოთ გამოიწეროთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით. ზიარი ესპანეთში იური ტაბატაძე GeoTV-ის YouTube არხზე. წავედით. Სიმპათიური ხარ? როგორ ხარ? ალბათი. მატჩის დღე? და როგორც ვიცი, ძალიან უშუალო, იმიტომ რომ გაგიგრძელდათ მოუგებელი სერია. და აი, თანხნაკებიდან დაბრუნდი. და ჯერის ვითხარი, აი, რას მოველოდოთ დღეს, სტადიონის ატმოსფერო როგორია, თამაშებზე, საშინაო თამაშებზე და საერთოდ კადისში მატჩის დღე როგორია? ზოგადად შესანიშნავია მატჩის დროს, იმიტომ რომ შემოგვიყვება თითქმის სავსეა და მატჩის დღეს ძალიან კაი არის, იმიტომ რომ თითქმის ყველას კადისის კონვერცია ეს მხარე ხა უფრო პირველი მხარე და აქ არ დადიან. აი სტადიონის მხარეს იქ ხარ გადახავთ, თითქმის ყველას უკვე მაისურები აქცია თელევიზიაში მიზადებიან თამაშისთვის, ხედან და ზადება მიდის, იმიტომ რომ დღესასწაული ვითარ. რა ის მატჩის გერბოხა. თან ეს მოუგებელი სერია ცოტა გაგრძელდა. მნიშვნელოვანი იქნება, რომ სახში სტადიონზე ეს ყველაფერი და ეცდებით მაქსიმალურად რომ გავიმარჯვო და იმედი მაქვს რომ მეც ვითამაშებ, იმიტომ რომ მაინც ნაკრებიდან რომ დავბრუნდი, ერთი ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ მაგრამ შეიძლება მაინც დამაყენო სტარტში და დამაყენა მაქსიმალურად შევეცდები რომ ავახარო სახში კიდე აი, აქროს ნაკრებო პერიოდში არ ჩერდება ჩემპიონატიც და ცოტა ცუდი არის ჩემთვის, იმიტომ რომ ნუ ეხლა მე პირველად წავედი, მაგრამ ზოგადად ცუდი არის გაფეხბურთელის ნაკრებში თუ მიხარ. აქ ჩემპიონატზე რო ითამაშონ და კარგად რო ითამაშონ, გოლი გაიტანო, მოვიგოთ თამაში ხო ხდება ჩემთვის მე რომ დაბრუნდები საფრთხეებმა. ცუდი არის, ისაც უცხოელი რო ხარ, 2 და 3 თავის მაგლა უნდა იყო რომ გათამაშო და ეგ მომენტიც რო ემატება რომ მიდიხარ ნაკრებში, მე აქ თამაში არის და შეიძლება ვიღაცა და თავი დაიმკვიდროს, ცუდია რა. არა წინა თამაში სამწუხარო წავაგეთ 3 მეჩი მომოეგო და ჩემ კონკურენციის გაეტანა, მაგრამ წავაგეთ და იმედი მაქვს ხა შეიძლება ყველაფერი გასაჩვენო. როგორ ქალაქია ეს აი ხალხს უყურებ ძალიან ხნარია. ამინდზე ხო უყურებ. აი ამინდი ნახე. ეხა არის ნოემბრის ბოლო და მოკლე მაისი 23 ნოემბერია და ეს 7 არის ეს გადავიდა. თან ეს არის ტურისტები დადიან ეს და მაინც არ არის ეს მაურის ზოგადად ესპანელი ცოტა მოურიანი სახე არის საერთოდ ვარ არ მისვლის ხო არაფერი არ მისმარტო ხალხს უარი არა ძალიან შვიდი ამით ისეთი არის რომ კარგი სასიარულოა ახლა ველოსიპედების გაძვა შეიძლება გამიწევს რა გადავიწიოთ იგივე ო რამ შენცაც თამაშობ და შეიძლება ძალიან თბილი და ძალიან კეთილი ხალხი არის და მოხდა სხვა ქალაქში ვიყავით და იქაც მოდიოდა ხალხი და მოსამართლე ჩვეულებრივად რა. აი რა შეიძლება მაფრო შენთვის თქვათ აი მზადების ხრივ რომ ქალაქში შენ ზობს სიყვარულს ხო? ძალიან შემოგვარდა და ფოტოპოზები. Gracias. Hoy a marcar, Gracias. Ay, vamos a ver su aparato, por favor. Vamos. Pero, ¿una foto? Gracias. ხო ხდები, ანუ ესეთი რაღაცები ხდება შენც უფრო ანუ გინდა რომ დაუფასო ამ ხალხს რომ კიდე იზნო ესეთი სიყვარული და გვერდში დგომა რა და ეს არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელისთვის, რაც სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატში არ ხდება რა. ანუ რამდენი წელია თამაში საქართველოს ჩემპიონატში და ნუ ეს წარუმატებელი სეზონი არ ქონია, თითქმის ყოველ წელს რაღაც წუთს ვიგებ და ასე ისე
საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ვიყავი მაგრივო ფეხბურთის რო ხო ხდები და მარტო აი ბავშვები თუ მომდნენ შენი აკადემიის და თხოვენ რაღაც გადაგას უფროსი ხალხი გაჩერებს რა ხო ხდები და პირველად რაც გამიკვირდა ერთი თამაში ქონა სულ ნათამაშები და სადღაც ვიჯექით რესტორანში ოფიციანტი მოვიდა ხო ფოტოს გადაღება ხო ისე კანკალებდა მეთქი ანუ რატო კანკალებს ვერ ხვდებოდი რა ანუ ვიღაც მეთქი ანუ ჩეულებრივი ფეხბურთელი ვარ ხო ხდები და ეგ განსხვავებს რომ გაგზნობინებენ და რო აღიქვა უკვე თავს რომ მართლა პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ და ანუ რაღაცას წარმოადგენენ ხალხის ხასიათს შენ ცვლი აი გარი ძალიან დიდი мотиваცია ფეხბურთელისთვის და აი ეს სტაბილურობა და კონცენტრაცია აი ეგ გეხმარება რომ გქონდეს რა გუშლაპარაკობთ მაგალითად იქ მომოლშო ვიყავით რომ შეიძლება ჰეტრიკი გამეკეთებიაო და ისე მივიდოდი სახში ფოტოს არიღებდნენ ანუ ჩემთან და ანუ ცუდი არის რა მესმის ხალხის მესმის მართლა მესმის მაგრამ ანუ მე თვითონაც არ ვიცი რა უნდა შეცვალოს ეს ყველაფერი ალბათ გამოსავალი მაინც ეს ევროტურნირებია რაც რთულია იქიდან გამომდინარე რომ ჩემპიონატში რო არ გაქვს წნეხი და მე წელიწადში ერთი თამაში რომ მოდის და ის თამაში რო გიწევს ესეთი დატვირთვა ესეთი ის რო წნეხი შენზე მოქმედებს და შეიძლება ვერ ჩაატარო ისე და მაგიტო რომ საბოლოოდ შედეგს ვერ ვიღებ ძალიან დიდი ხანია ევროტურნირებზე რა იქ ხო ერთი თამაში არა ერთი თამაში შეიძლება გადაალახო რაღაც ფსიქოლოგიურად ძალიან მომზადებული იყო და მოიგო მაგრამ მე გიწევს 4 ეტაპია სულ უნდა გადაალახო რა საერთო ჯამში და რთული არის და აქ უკვე ანუ იმდენად რომ ჩამოვედი თავიდან ამ პირველი თამაში რაღაცა ანუ დამბუძლა რაღაც შოკის მომენტის რომ მქონდა ყველაფერი რომ გაიარა უკვე რომ მივეჩვია ეხა ეროვნულ ნაკრებში პირველი თამაში მქონდა თან ესპანეთთან ხო ხდები ანუ სასტარტოში დამაყენა დებიუტზე რა მწუხნელა და ანუ იმ ხელა დატვირთვა მქონდა თამაში მაგრამ მაინც თავისუფლად გზნობ თავს იმიტომ რომ უკვე მიჩვეული ვიყავი აქ ეს ხალხს ცოტა წნეხიან თამაში და მაგიტო ანუ უფრო მარტივდება ყველაფერი რა და არ ვიცი ანუ საბოლოოდ გამოსავალი მაინც ვერ ხედავ რა რომელმა მხარემ რომელიღაცამ უნდა ქნას და ალბათ ცოტა ორიემ რო ქნას ყველაფერი ისე გამოვა საბოლოოდ როგორც გვინდა შენ აქ ჩამოყალიბდი კადისის ფანების ერთ-ერთ საყოველთაო ფეხბურთელად შენი ეს აი რამ განაპირობა ეს ბოლო წუთზე გოლება გამარჯვების და დარჩენის გოლება თუ აი რა შენი ხასიათიც მოხდებს ამაში ალბათ ვიდეო პირველივე თამაშში შენ გუნდის ლოგო ესე ხელში დაიჭმუჭნე რომ სიტყვები ანუ ეგ ყველაფერი ანუ დაგეგმილი სამქონა ჩემ დაუნებურად ანუ ისე მოხდა ყველაფერი რომ ჩამოვედი ანუ სანამ ჩამოვიდოდი რაღაც ფოტოები შენ დაწერე გავცნობ და ერთი ასობით და ძალიან ბევრი ადამიანმა ერთი 600 ადამიანმა ამაზე უკვე მოწევა მოწევა ძალიან მოულოდნელი იყო იმიტომ რომ ანუ მოდიხარ საქართველოს ჩემპიონატი არავინ არის ხვევი მიხარ რა წარმოადგენს ანუ არც ნიშნავს მათთვის არაფერს იქ მოქმედი ბომბარდირი ხარ ჩემპიონი ხარ ანუ ხდები ანუ არ არის რამდენიმე კომენტარი ხო რენდომ კიდე ერთი რენდომ ტრანსფერიო წერდი ანუ შეუულებრივად ეგეთ ხალხი იქაც არის ყველგან არის ხო ხდები და მაგის მე ანუ მაინც მაგხელა სიტყვას რო არ გიცნობ რო გაგზნობინე პირველი თამაში მე საერთოდ რო შევიდი და ისე რომ მოხდა რომ გამარჯვების გოლი გავიტანე ისე რომ მოხდა გამარჯვების გოლი გავიტანე ვაფშე ეს ასობით ადამიანი გახდა 1000-ობით ხო ხდები და ანუ მაგის მე უკვე დაკარგული მქონდა რა თორე ხანი გათშვილი ვიყავი საშინა და ანუ ეგ ხასიათი საბათ ის აი მე ანუ შეიძლება ვთქვა რომ ეს მაინტერესებს ხალხსადრი სუდის და კარგის ხო ხდები რა მე შენს ვეკ აია აი შენზე გონითა კარგია ჩემზე არანაირი გავლენაც ეს ანუ ცუდი იმიტომ რომ მესმის რაც ხომ მაგას სულ 5 გოლი გაიტანო მე 6 თუ ქონა მომენტა ვერ გაიტანა ვიღაც დაგიწევს ხდები რომ რატო ვერ გაიტანა ანუ სულ არ ვახს ზოგადად ყურადღებას და თუ ისეთი არის ჯანსაღკრიტიკას დიდი სიამოვნებაა რომ მედიცინურ ასაკში შეიძლება რაღაც ისწავლო და გამიცადო და ძალიან მნიშვნელოვანია ну ჯანსაღს უფრო აი მაინტერესებს რა მოწონს ხალხს ხდები და ეს პირველი თამაში რო იყო და ეს ხასიათი გოლზე დაპირება მთელი გუნდის რო ყიდოდ აი ეგეთი რაღაცები რომ მოწონს ხალხს ხდები ანუ ბუნებრივობა ცოტა ეს აგრესიულობა აკრიათ როგორც ეგ იყო რა მთავარი ფაქტორი ალბათ და მაგასაც უსვამდნენ ხალხს და მე ზოგადად ეგეთი საქართველოს ეგეთი ვიყავი გორთან მე 5-6 გოლი გავიტანე და მაგაზე უკვე ისწრები ამ ჩემთვის გოლი ძალიან ისეთი არის რა ძალიან დიდი ემოციას ვიღებ მაქედან რა და ზოგადად ეგეთი ემოციური ვარ და ალბათ აი გიხარება სპორტში დავიძარით სტადიონისკენ ახლა 10 წუთია ფეხით ცენტრიდან მალე მივალთ და ვნახავთ რა გარემოა იქ მატჩამდე როგორც ვიღა საკმაოდ
არ გუშოვატკული იყოს ყადის და ამას დღეს ვეცდებით ჩვენი თვალით დავრწმუნდეთ ამაში. რომ წავედით და იქ ვეცდებით რა თქმა უნდა გუშოვატკლებსაც გავესაუბროთ და მივიღოთ აზრი მათი ქართული ფეხბურთელის შესახებ. რაც შევამჩნია ეს არ არის დიდი ქალაქი როგორც იური მითხრა 110,000 ადამიანი ცხოვრობს აქ თუმცა ფეხბურთი უყვარს ძალიან ბავშვი დიდი ქალი კაცი ყველა მაისური თუ შარფი თუ კლუბის ატრიბუტით მიემართება სტადიონისკენ დღეს როგორც ჩანს მთელი სტადიონი იქნება ყვიჭლად და ძალიან ლამაზი სანახავი იქნება რა თქმა უნდა La verdad que Tabata se lo está haciendo bien, lleva 4 goles, que es lo que más, que no sé qué decir, que es bueno, me gusta. Yo pensaba que era, no sé, venía de lejos, a lo mejor le costaba adaptarse y eso, pero se ha adaptado súper bien y vamos, ahí lo lleva, que lleva 4 goles a tope. Porque no es conocido, viene de Georgia, que no hay muchos jugadores en la Liga Española que sean de Georgia. Y yo creo que ha caído bien, por su personalidad y eso nos ha gustado aquí en Cádiz. No, Tabatase, buen jugador. Tabatase lo vi el otro día por el paseo marítimo y lo saludé, me hice una foto con él y le gusta la playa. Yo creo que en Georgia no hay playa, ¿no? Wow, Tabatase porque in the first game that he played, he scored a goal in a 20 seconds more or less that he was in the pitch. And he played in the maritime way from Cádiz. And I think that so it's the very first player that I feel in a good connection with him in the pitch. But I think that we can win more games if he played in the pitch, not in the bench. Okay. No, Tabatase is the best player of the area. I have a photo with Tabatase. Really? Yes, I have because he is walking around the city in a lot of choice with her girlfriend, and the last game I say to Tabatase, oh, a photo, and with my father I tell you a photo. Yes, it's true, huh? Yeah, it's really with the dog with Tabatase. Score a goal, and then you go to for Tabatase. Really? Okay. In the boats, okay. He can pay in the boats. Okay. No, he's a very good player. But I wait that he scored a goal today, okay. Because we need to win. I hope. A mí Tabatase la verdad que me ha sorprendido para bien y la verdad que es un gran jugador y me encantaría que siguiera en el Cádiz, la verdad. Pues nos sorprendió para bien porque fue suplente primer partido y cuando tuvo la oportunidad pues se presentó y marcó el primer gol y la verdad que muy orgulloso, ¿verdad? Esperemos que siga así. შემოვედით სტადიონზე, დავიკავეთ 5 ადგილი, თამაში დაიწყება 10 წუთში მაქსიმუმ. ჩვენიერი სტადიონია, 20,000 კაცი ტევს. ალბათ შეივსება, სადღაც ამ მომენტისთვის 70% შევსებულია სტადიონის. გებრიელის სტადიონია, რაც ამ პატარა ქალაქის იდეალურია. 20,000 კაცი ტევს და ვნახოთ, თამაში მალე დაიწყება და იმედია გავიხარებთ. სამწუხაროდ უიღბლო დღე იყო ჩვენთვის დღეს სიურის სასტარტოში იყო, თუმცა 38 წუთზე შეცვალეს, რაც მოულოდნელი იყო. ეხლა მოწერა რომ დოპინგ შემოწმაზე წამიყვანეს და შეიძლება 1 საათი, 2 საათის იქ
იქ მოუწიოს ყოფნა, ამიტომ გადმოვედით სტადიონიდან, თამაშის შემდეგ შევხვდებით და მოვისმენთ მის აზრსაც, მის განწყობას. საკმაოდ რთულია ჩემთვის ფეხბურთელი პირველ ტაიმში შეცვალა, როცა მას არაფერი აწუხებს. თუმცა ეს ფეხბურთია ხანდახან ესეთებიც ხდება. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ახის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, მადლობა მათ ჩვენ გვერდში დგომისთვის და დავულებოთ ახლა იურის. იკა მეორე დღეა თამაშის და გუშინ ვაპარაკობდით, ვამბობდით თამაშს შევხვდებით თქო და შენც ხა უკვე ესეთი თამაშების შემდეგ არ მომენტები როცა ალბათ გამარტოება გჭირდება და აი პირდაპირ თქო არ არის ფეხბურთელისთვის მარტივი პირველ ტაიმში შეცვლა, როცა ჯამრთელია. აი ესეთ რაღაცებს როგორ ხვდები, ეგუები, როცა ჩანჩენი ხასიათი ვიცით, რომელიც საკმაოდ ფეთქებადია. ნუ ხო, რას ვიზამთ, ფეხბურთის ნაწილია, არავის არ სიამოვნეს, მაგრამ ესე არის რა. წვრთნელის გადაწყვეტილებას ერთად ვერ გავიქცევით. ხო, თამაში საკმაოდ ცუდი გამოვიდა, როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. და წვრთნელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019-ზე გადასულიყავით და მე არ განმიხილა ალბათ და მაგიტო შემცვალა რა და ხო, სამწუხაროდ ცუდია, მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ეს ნათელი მხარეები აქვს ფეხბურთს, ასევე ესეთი მომენტებიც აქვს, სადაც არასასიამოვნო რაღაცეები ხდება ჩვენთვის და უნდა ვისწავლოთ ის, რომ ამ შეცდომებზე და ამ ცუდ მომენტებში მაინც იმ პოზიტივისკენ გავიხედოთ, რაც მომავალში არის და მაგისკენ მომმართოთ თავი რა და ყველაფერს თავისი დრო აქვს, მე ზოგადად ესე ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ რაღაცა მიზეზის გამო ხდება რა და ალბათ უფრო ბევრად კარგი რამ არის წინ და მაგიტო იყო ეს ყველაფერი. ვიცი რა მეტყვი, ეს შენი დამოკიდებულება როგორია მწვრთნელების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შენი ნებისმიერი კარიერის მომენტში, თუ ქონია ოდესა კონფლიქტი მწვრთნელთან, შენი ხასიათთან გონია შესაძლოა ყოფილიყო და თუ ქონია მწვრთნელთან კონფლიქტი. მწვრთნელთან კონფლიქტი ესე არ მქონია, ანუ რაღაც შელაპარაკება, მსგავსი რამე, უბრალოდ ერთხელ მქონდა ისეთი მომენტი, რომ ანუ მწვრთნელმაც იცოდა, რომ არ ვიყავი კარგად განწყობილი მის მიმართ და თვითონაც არ იყო ჩემი მიმართ რა კარგად განწყობილი, მაგრამ ზოგადად მწვრთნელი თავარი პერსონაა კლუბში და მისი გადაწყვეტილება საბოლოოა რა და ჩემი აზრით ჩვენ უფლება არ გვაქვს რომ რამე ჭიშევიტანოთ და ჩვეულებრივად მე ვეთანხმები ყველანაირ გადაწყვეტილებაში რა. ეხლა მივდივართ ბაზაზე, სადაც აღდგენითი ვარჯიში გაქვთ. როგორ პირობები აქვს გუნდს, რომელიც ესპანეთის მეორე დივიზიონში თამაშობს? და შედარება რო გავაკეთოთ საქართველოს მოსაზრებელ პირობებთან. შედარება ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ხო მივალთ ეხლა ბრექფესტი, მე შეიძლება ვიდეო თეორია იყოს, მე იქნება ვარჯიში, მაგრამ წესით აღდგენითი არ მექნება, იმიტომ რომ მე ნაკლები რომ მომიწია შედარებით თამაში, ვისაც ნაკლები უწევს დატვირთვა გვაქვს, ან შეიძლება სულაც ონხრევი თამაში იყოს მეორე გუნდთან და ვარჯიშის მერე ისევ სადილი და მე უკვე სახში შეგვიძლია წამოსვლა. ნუ იქ თუ გინდა აღდგენით პროცესებს ჩაიტარებ, ეს უკვე ინდივიდუალურად ვისაც როგორ ჭირდება რა დოზით. და ესე არის რა თითქმის ყველაფერია იმისთვის, რაც საჭიროა. ნუ ჯერჯერობით როგორც უყურებ, როგორც ეგრე არის. შეიძლება უკვე ლიგაში კიდე იმდენად ბევრი რამე არის, რომ მე იმაზე თქო ყველაფერია რაც გინდა რა, ხო ხდება. მაგრამ საქართველოსთან წამოსული პირია დავდიოდი რო ჩამოვედი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი ოდესმე წარმომედგიან რომ გჭირდებოდა იმისთვის რომ კონცენტრირებული ყოფილიყავი მარტო საქმისკენ არის რა და ნუ ხო ეს არის რომ საქართველოში არ არის ამ საუზმეს ადილის კომფორტი და არა სამწუხაროდ რა ელემენტალურ რაღაცებზე ვლაპარაკობთ. კი, ძალიან ელემენტარულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ეს ფეხბურთელისთვის რომ ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე ჯანსაღად იკვებოს და ზუსტად იცი რა შეიძლება ანუ ესე რომ აიღო
უკვე კარგ გუნდში რო ხარ, კარგ აი ხა დიდ გუნდებშიც არ ქონს ფეხბურთელს ივი გასაჭირზე ხო რა ლაპარაკი, მაგრამ გონია რომ ეგრესაც აი ავტომატიზმის დონემდე დაყავთ გუნდში რა, რომ ყველა ერთად ჭამს. ნახე რა არის ხა ეს ჯანსაღიკვება ისეთი არ არის, რომ ხო შეუძლებელი იყოს კიდაც საქართველოს ხელფასზე რა. ანუ არ არის ეგეთი არაფერი არა ისეთი განსხვავებული საჭირო, უბრალოდ აქ არის სტაბილური ყოველ დღე ერთ დროს ჭამ დილით ეხა მე მაგალითად 9:30-ზე 9-მდე ჭამს breakfast მე სადილს ჭამ პირველიდან 2:30-მდე და ნუ მე ახშამს უკვე სადღაც 7-დან 8-მდე რა. ფეხბურთელის ორგანიზმიც უკვე ხო, ანუ მაგას ვამბობ რა, ორგანიზმი სულ მოყვება რა, სულ მზადაა იმისთვის, რომ იგივე დატვირთვა მიიღოს, როგორც ყოველ დღე იღებს და იგივე დოზით მიიღოს საკვები, როგორც ყოველ დღე იღებს და საქართველოში ნუ კი არის შესაძლებელი შენიცაც ეს ყველაფერი გააკეთო, მაგრამ გააკეთებ 1 კვირა, 2 კვირა, 3 კვირა, 4 კვირა, მაგრამ ეს მუდმივად ხო შენთვის რო სააკეთებ შეუძლებელია რა. და შეიძლება დაგეზარო სადაც შეიძლება დროში აცდე და ჩვენ კი ვიზახით ახლა ფეხბურთელი ხარ, პროფესიონალი ხარ, უნდა გააკეთო, მაგრამ მეც ძალიან მინდოდა რომ ბევრჯერ გამეკეთებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხები. ჩვენ გვისაუბრია სამწუხაროდ სადაც იყავ იბერიაში გუნდი ვარჯიშობდა თბილისის ზღვის ბაზაზე და აი გულისტკივილი ბევრი ფეხბურთელისგან მომისმენია რომ თუნდაც კაშო იყო როცა ლოკომოტივში თამაშობდა მან ვარჯიშობდნენ რომ ვარჯიში რჩება და გვიშვებენო ბაზიდანო და აი ეგეთ დროს ფეხბურთელს რისი საშუალება აქვს რომ მოემზადოს ანუ რთული არის ნუ კლუბს აი შენ რომ თან რამდენი რაღაც გჯობ ფეხბურთელს პარე ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე დიდ ფინანსებზეა ზოგადად ბაზა და დიდი ფუფუნება რა გუნდისთვის და იბერიაც ხა ეს ზესტაფონის ბაზა რა არის რაც არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანია ეს დასაქირავებლად იმიტომ რომ მოედანის საფარი მართლა ძალიან კარგია რა და ალბათ ეს რომ თავდებოდა დრო და ეგრევე ის მფლობელები ანუ ისაც ეკუთვნოდა ისინი რომ გვეძახდნენ რომ 5 წუთი 10 წუთი დასო ანუ უფრთხილებოდნენ მოედანს რა ეხა ხო ხდები იმათაც ვერ დაადანაშაულებ იმათი არის შენც გინდა შენი გუნდი იხდის ამ ფულს მაგრამ არ შეიძლება რაღაც დროზე მეტი რა და ვარჯიშის მე ეხა ინდივიდუალურად რომ მოგინდება თუნდაც ჯარიმებზე მუშაობა თუნდაც დარტყმებზე მუშაობა გადაცემებზე ანუ ბევრი რამე არის რაც ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელს დაუნჯობესება უნდა რა და დრო ჭირდება ამ ყველაფერს და ეხა რა გისაშუალება რო არა რთულია ეხა რომ მოხვიდე და უბანში რო ჩახვიდე ვერ იზამ ამ ყველაფერს უბნის პატარა სტადიონზე გამოიცხულია რა და ამიტომ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა ბაზა და იმედი მაქვს იბერიის თვალე იქნება იმიტომ რომ ვიცი რომ გეგმაში ქონდათ უფროსობას რა და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი მალე განხორციელდება რა. ეხლა ვიმყოფებით კადისის ბაზაზე და მალე დაიწყება გუნდის აღდგენითი ვარჯიში, როგორც იმითო შეიძლება თვითონ სრულად ივარჯიშოს. მალე გამოვლენ რაღაც კადრებსაც შემოგთავაზებთ იმედია ვარჯიშზე კაი გოლებს გაიტანს. იკა იური ტაბატაძე ხამბიდის ვარჯიშია, თუმცა ეს არის მატჩი კადისის მეორე გუნდსა და მთავარ გუნდს შორის. ნუ აღდგენითი სტილის თამაშია რა ვარჯიში.
Yuri is a great person and everybody loves him here, and he is a good guy, of course. He have big heart, he is a real fighter on the pitch, and with out of the pitch he is a good friend, good guy. He have a lot of energy and he always create a good atmosphere around himself. He brings the power, he have powerful shoots, he have energy on the field, he is strong, he is fast. We need something like this. Yeah, we are good friends, yeah, because he don't speak Spanish, I don't speak Spanish, and our girls, they are friends, and we are good. I think he can make something good for sure, because he have good and strong mentality. He is professional and he will make something very big, I think. Yuri es un jugador muy especial para nosotros, se ha adaptado muy bien a Cádiz, entiende perfectamente lo que necesitamos y va a ser un jugador muy importante para la historia del Cádiz. Espero que haga grandes cosas, que siga metiendo grandes goles, tenga grandes actuaciones en los partidos y a nivel de vestuario es un chico increíble. Es un gran amigo, es un chico que ha abierto su corazón a sus compañeros y ha tenido una aceptación excelente. Ha sido perfecta, perfecta. Él ha querido desde el primer momento ser parte de la familia del Cádiz, de la ciudad, de su gente, y la verdad que está siendo una adaptación increíble, creo que la mejor que he visto en los 9 años que llevo en el Cádiz, de un jugador que viene de fuera, que sé que no es fácil, y la verdad que nos está dando muchísimo a nivel personal y sobre todo a nivel profesional. Es un jugador importantísimo para el club. Él ha traído mucha competitividad, ha traído mucho hambre, muchas ganas, mucha ilusión, cosas que necesitábamos muchísimo para ser un equipo fuerte, para volver a competir por ascender a la primera división española, y nos ha traído sobre todo muchos goles, goles importantes, es el máximo goleador del equipo y espero que triunfe aquí, que seguro que sí. Porque transmite mucha energía, transmite mucho compromiso, transmite mucha ilusión en el campo, evidentemente hay que meter goles importantes como él está metiendo, luchar y trabajar como él lo está haciendo, pero él transmite mucha ilusión en el campo, transmite mucha energía a sus compañeros y bueno, es uno de los líderes en el campo y estoy seguro que si sigue aquí muchos años va a ser un excelente capitán y un referente para todos. როგორი ვარჯიში იყო? რა ვიცი, ხო შეხედე. კი. 2.5 საათი. ფეხბურთს ამოუვიდა, რაღაც რომ დაეჯახა ერთმანეთს. რა მგონი უფრო პანიკური ის ქონდა, მაგრამ წესით ხარია თქინა რა, ისე ზუსტად არ ვიცი. მაგრამ იმედია რომ ანგლი გამოვიდა. აი, სულ ესეთი აღდგენითი ვარჯიშები აქვს თუ შენი ხრო ვარ ვინც არ თამაშობს კი ესეთი აღდგენითი ვარჯიში აღდგენა არ ქვია მას. უფრო დატვირთვა რომ თამაშის დატვირთვა მიიღო რა, როგორც ვინც სასტარტოში იწყებენ, ისინი იყებენ რა და თვლი რომ კაი არის, მაგრამ ხანდახან ცოტა ხასიათი რო არ გაქვს, რთული არის, მაგალითად როგორც დღეს, მაგრამ საბოლოოდ ნორმალურად დამთავრდა ის დატვირთვა რაც იყო მივიღეთ, მეორე გუნდს მოუგეთ 4-2 თუ 5-2 ზუსტად არ მახსოვს გონი 5-5 თუ 4. და ხო საბოლოო ჯამში გამოვიდა ნაყოფიერი ვარჯიში, მაგრამ ეს ხასიათი ცოტა დაძაბულობა მაინც იგრძნობა რა, ეხლა მწარების ფონზე. ცოტა ცუდი სერია რო გვაქვს, რთულია რა, ხო ხდები. როგორც ცხოვრებაში შეიძლება რაღაც ჩავარდნის პერიოდი ქონდეს, ანალოგიურია ფეხბურთის ცხოვრება. ჩვენც ადამიანები ვართ და ყოველდღიურობაში როგორც ხდება ისე არის აქაც რა. შენი გუნდელების კომენტარები მოვისმინეთ, საკმაოდ პოზიტიურად დაგახასიათეს და რაც ჩვენ ნახეთ, შენი ადაპტაცია საკმაოდ კარგად წარიმართა გუნდში და შენს გუნდელებს რაც მეტყვი როგორ დაგვწნენ, როგორ მიგიღეს, აი ქართულ რეალობას რო შეადაროთ, თუნდაც რამე ხო გაგაკვირო აქ ჩამოსვლისას. მათი ხო, ნუ ძალიან კარგად დახვდნენ სხვათა შორის და ძალიან მისიამოვნა და მაგან შემიწყო ძალიან ხელი რომ ესე მეგობრულად და ოჯახური სიტუაცია დამახველა საათ რა და მაგან ძალიან გამიმარტყება ეს ყველაფერი თან ეს ინგლისური რამოდენიმე ფეხბურთთან მაიცის და ესეც ძალიან დამეხმარა კომუნიკაციაში ვინც არის ის ეგენის უყურებთ რაღაც მუნჯურად და ხელებით საფეხბურთო ენაზე საფეხბურთო ენაზე ყველას ესმის ყველა ფეხბურთს და ხუმრობს ერთმანეთში და კაი არა ეს შეკრულობა ასე თუ ისე იგრძნობა გასახდელში რაც ბიჭამ მითხრეს წინა წესესი არისო რა და ძალიან გამიხარდა რომ წესესი არის და მაგიტო თავიდან ძალიან კარგად დაიწყო მაგის ხარჯზე დავიწყეთ ჩემი აზრით ასპარეზობა რა ჩემპიონატში რა და იმედი აქვს ისე მოვაბრუნოთ ამას საჩვენოდ და კიდე
ვიქნები ცხრილის სათავეში რა. შენ თუ ზოგმა იცის ინგლისური, ზოგმა არ იცისო, აი შენთვის რასაც უყურებ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ესპანური მალე ისწავლო რომ კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხანდახან აი ცოტა გარიყურალ ზოგ მომენტებში რა თავს ხო ხდება ბიჭები რომ საუბრობენ, აი მინდა რომ რაღაც მოვისმინო, ჩავერთო, მაგრამ აი 1-2 სიტყვა რო გესმის, ცოტა რთული არის ხო ხდები რომ ცოტა კომუნიკაციაში შეხვიდე, რაღაც მინდა რომ ვიხუმრო ბიჭები, რომ იცინიან იქით რო გესმის, ხო იცი ცოტა გვერდით სიცილები რა და რთულია, მაგრამ ნელა სწავლობ, ხომ სწავლებელიც აყვანი მყავს, რაღაცებს სწავლობ, მაგრამ მაინც ესპანური სულ რო იცი, მაინც რთული არის რა ანდალუზიაში მით უმეტეს სხვა დიალექტია, რაღაც ასოებს აკლებენ და ცოტა რთულია რა, მაგრამ იმედი მაქვს ცოტას მაინც შავერთები ხოლმე რა. აი ეს ნაჩოზმა როგორი ბიჭია? ძალიან მაგარი ადამიანია, იმიტომ რომ თან 33 წლისაა თუ არ ვცდები, ამ ხელფეხბურთი ნათამაშები მადრიდის აკადემიაში დაიწყო. აქაც უკვე 9 წელია კაპიტანია და ანუ ისეთი ურთიერთობა აქვს ჩვენთან, ახალგაზრდებთან რა, ძმაკაცური ურთიერთობა აქვს და თან ესე ცოტა team building-ისავით ის გვაქვს რა, კარტინგების ჩემპიონატი გვაქვს მოწყობილი. ორ-ორად ვართ გაყოფილი გუნდებად. სისტემატურია ეგ? 7 გუნდი ვართ და 4 შაბათობით ყოველ მეორე კვირას დავდივართ ხოლმე და ვეჯიბრებით რა ერთმანეთს. და ეს მაგის ინიციატივა იყო ზუსტად რა, ალექსის ინიციატივა იყო და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან კაია ეს მარტო სტადიონზე რო არ ატარებ რა დროს შემგუნდელთა ერთად, მით უმეტეს ჩვენთვის ახლა აქ მარტო მეუღლე მყავს, ხო ხდები რთული არის რა. კაია რომ ეს მაგის ფუფუნება გაქვს რომ გუნდებთან ეს ახლო ურთიერთობა გქონდეს, ერთ-ორჯერ ბარბეკიუს მოაწყო დაგვადიჯა ყველა და ესეთი კაი ადამიანი მე ჯერ პირველად შემხდა რა მართლა, იმიტომ რომ ბავშვი საერთოდ განსხვავებას არ გაგზნობებს რა. იკა ზაფხული საკმაოდ მიწურული, ესე რომ ვთქვათ, მოულოდნელი ტრანსფერი იყო, შენი კადისში გადმოსვლა, როგორ წარიმართა მოვლენები და რამდენად მალე გადაწყდა ეს ტრანსფერი? კი, დაგეთანხმები, მოულოდნელი იყო, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ვინაიდან თამაშის წინა დღეს გავიგე რომ მიდიოდა საუბარი ეს ხორთან თამაშამდე? არა, წინა თამაში ქონდა ტორპედოსთან და მან გავიგე რა და მეთქი რა თქმა უნდა დაინტერესებული ვარ კი არა ყველანაირად მოდივარ თქო რა და ნუ ეს ლაპარაკები გაგრძელდა სადღაც ერთი კვირა მე უკვე ჩამოვედი აქ და მოვაწერე ხელი რა და ძალიან დამეხმარა იბერიის ხელმძღვანელობა რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო და მადლობა მათ ამ ყველაფერთვის და ვფიქრობ რომ ყველაფერი ძალიან კარგად გამოვიდა იდეალურად დამთავრდა ჩემი და იბერიას ურთიერთობაც ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ ასე ვთქვათ ჩემი წილი გავწიე შრომის იმიტომ რომ დავეხმარე გუნდს პირველ ადგილზე იყო იმ ეტაპზე და ეხაც პირველზე არიან იმედია საბოლოოდაც გაჩემპიონდებიან მეორედ და ჩემი საქმის მიმართაც ალბათ რავი გუნდის მომბარდირი ვიყავი და დავეხმარე ჩემი წილი რაც იყო რა შეცვალა შენთვის კადისში ტრანსფერმა? ჩემთვის კადისში ტრანსფერმა ბევრი რამე შეცვალა ბევრად სტაბილური გახდა ჩემი ცხოვრება ბევრად ფეხბურთზე კონცენტრირებული გახდა მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული იმიტომ რომ მოწყვეტილი ვარ საერთოდ ყველაფერს არავინ მარტო მე და ჩემი მეუღლე ვართ აქ და ფეხბურთი სახლია ერთად ვატარებთ დროს რა და ეს ძალიან კარგი არის იმ მხრივ რომ სხვა საფიქრალი არ მაქვს და კონცენტრაცია არ მეფანტება რა აი საქართველოში რა არის ეგ საინტერესო ეგ ფაქტორები ჩვენ ხა ცუდად კი არ ვსაუბრობ, თუმცა ალბათ ის სამეგობრო წრე, გასვლა, გამოსვლა, ეგ რაღაცეები ახდენს მაინც სხვა ალბათ გავლენას. აი რა არის ხელისშემშელი ფაქტორები, რაც ახსენე კონცენტრაცია უფრო მეტი მაქვსო, რაც რაშიც გიშლის ხო საქართველოს რა ფაქტორებია? რა თქმა უნდა, ნუ მეგობრები ხო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და აუცილებელიც არის რომ გაატარო ხა მარტო ფეხბურთზე ფიქრი, ზედმეტი ფიქრი ზოგადად მავნებელია, იმიტომ რომ ზედმეტად რომ მოვიდომებ ხანდახან უფრო არ გამოგდის საქმე. აი ეს ხელშემშლელი ფაქტორები არაფერი არა, მაგრამ იქ არის შენი ფინანსური კეთილდღეობა და მსგავსი რაღაცეები და იქ რომ
გეფიქრება სხვადასხვა რაღაცებზე თვიდან თვემდე ხო ხდება. ანუ უფრო მშვიდად ხო, უფრო მშვიდად ვარ, ანუ ხო სანერვიულო არ მაქვს და კონცენტრირებული ვარ მაქსიმალურად ფეხბურთზე რა და ეს ძალიან დიდი კომფორტი არის, რომ სხვა საფიქრალი არ გაქვს და სანერვიულო. რა შეცვალო თქო ჩვენ მე შენ კითხე ერთ-ერთი ალბათ რაც იყო ის რაც აქამდე არასდროს გქონია ხალხის ყურადღება აი შენი თვალით დანახული იური ტაბატაძე ხალხის და მედიის მხრიდან საქართველოს ჩემპიონატში და საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ რა შეიცვალა თუნდაც ამ თემაზე მინდოდა საუბარი იმიტომ რომ ჩემ გარშემოც იყო აქტიური საუბარი რომ აი იური წავიდა და მე გადაწყვიტე თუმცა მე ვლაპარაკობდი რომ ჩვენ იანვარში გვქონდა საუბარი რომ ანუ იანვარში ჩვენ გვქონდა ინტერვიუ რომელიც ალბათ ვერ არიცის და შენ პირად საუბარში საუბრობდით რომ 1000 გამომწერამდე მყავდა საქართველოში და ეხლა რო წამოვედი 10000 გამომწერამდე მყავს რომ აი ამ ხრივ შენი თვალით დანახული იური საქართველოში და იური როგორც ლეგიონერი როგორია? ალბათ ხო რა განსხვავება დიდი არის, იმიტომ რომ უფრო დიდ სცენაზე ამტკიცებს შენ შესაძლებლობებს და უფრო ბევრი ადამიანი გიყურებს რა და იქ რო ნაკლებად ცნობილი არის ჩვენი ჩემპიონატი, ქართველი მაყურებლისთვისაც უცნობი არის, ხო ხდები, მით უმეტეს უცხოელებისთვის და აქ რო ჩამოვედი, ესპანელი გულშემატკივარის ყურადღება მით უმეტეს სტარტის შემდეგ ძალიან გულზე მოხვდა და ძალიან თბილად შეხვდნენ, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა აქ მოხვედრა და თავის დამკვიდრება რა და ამან ძალიან დიდი წვლილი იქონია ჩემს წარმატებაზე ესე. აი ცოტა ისეთი თემა ქართული გულშემატკივრის დამკვიდრებად რომ თქვა ესპანელი გავიგეთ ქართული გულშემატკივრი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საქართველოში თამაშობ ფეხბურთელი ქართული გულშემატკივრის დამოკიდებულება განისაზღვრა ევროტურნირებით. ევროტურნირები იყო საშინელება ზაფხულში და ჩვენ თუ ვნახავთ ის ხალხი ვინც ლევადიასთან თამაშშემდეგ რას წერდა თვითონ პერფორმანსზე შეიძლება შენ პერფორმანსზეც და რას წერს დღეს ალბათ რადიკალურად განსხვავებულია და აი ქართულ გულშემატკივრის დამოკიდებულება პირად მესიჯებში კომენტარებში შენ თქვი რომ ვადენებ თვალსო და ალბათ ეს ნახი იქნება თუ როგორ ამობრუნდა 360 გრადუსით ჩვენს მიმართ დამოკიდებულება. კრიტიკა აუცილებელია მე ვფიქრობ ფეხბურთელის მიმართ და გუნდების მიმართ, იმიტომ რომ ეს რო არ იყოს ინტერესიც არ ექნებოდა არანაირი ხო ხდები და мотивация არ ექნებოდა ფეხბურთელს. კრიტიკა მისაღებია უბრალოდ ფეხბურთის სიყვარული როცა გააქვს ადამიანს და ფეხბურთის გულშემატკივარი რო ხარ ეს წარუმატებელი სერია გასაგებია ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც გვერდში უნდა ერგება შენ გუნდს რომ იმათ ანუ მე სათქმელი გაქვს ფეხბურთელებთან რომ აი მე მოვდივარ სულ ხდები მოვდივარ და შენ რატო არ გაქვს შედეგი შენ რო ეხა წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ მოხვა და მაგას რომ თქო მესმის ეგეც მესმის რომ შედეგი საჭიროა მაგრამ ცოტა რთული არის ხდები ანუ იმხელა ვალდებულებას მე შენ მიმართ ვერ ვზნობ ეხა წელიწადში 4-ჯერ რომ მოდიხარ ჩემს საყურებლად მაგრამ ვიცი რომ ძალიან მაგარი გულშემატკივრობა შეგვიძლია საქართველოში ფაქტი სახეზეა ეხლა ნაკრების მიმართ რა სიყვარულიცაა მაგრამ მანდაც შედეგზე არის უკვე მიბმული ეს ყველაფერი და რაღაც ხრი მესმის გულშემატკივრების მხრიდან მესმის მე რო გულშემატკივარი ვიყავი ხო ხდები მეც ბრაზდებოდი ხ ფეხბურთელზე რომ უყურებდი ევროპის ჩემპიონატს რაღაც მომენტში ბრაზდებოდი მაგრამ მე ხო ხდები არა მე მიყვარს და იმ მომენტში ვეღარ ბრაზდებოდი მაგრამ მე რო თამაში მოვა პირიქით წარმატებები ეს ყველაფერი და ყველანაირად გოლში დაუდგები და ანუ ფეხბურთის სიყვარული აქაც რო გააჩნია და ფეხბურთი უყვართ ხდები ეხლა წარმატებელი სერია ქონდა და გრძელდება და მაინც სავსე არის სტადიონი კი იყავი გუშინ და ხედავ რაც ხდებოდა გულშემატკივრობა მიდის ბოლომდე რა ეხლა ბოლო 5 წუთში ისეთი ანგარიში როა ნუ ხო მიდიან ბერნაბეუდან მიდიან რომ დროზე გავიდნენ სახში რა ეგეთი თემაა და ჩვენი აზრით ფეხბურთის სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს საქართველოში და ეგ უნდა იყოს თავარი მამოძრავებელი ძალა და არა ის რომ ვინ ლივერპულში თამაშობს ვინ პესეჟში თამაშობს და მაგას საგულშემატკივრად მივიდეთ ხდები რა შეჭახი ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი ფაქტორი გულშემატკივრობის და გულშემატკივრობის ძალა იმხელაა რომ შეიძლება საერთოდ არ წაგივიდეს თამაში მაგრამ ეს ხალხის ხმაური და ყვირილი და გვერდში დგომა რო გესმის აი მაგან შეგაძლებინოს ყველაფერი შეუძლებელიც კი და ნუ ფაქტიურად მაგან შეაძლებინა ეხლა წარმოუდგენელი იყო იმის საქართველოს რო ჯგუფიდან გავიდოდა ევროპის ჩემპიონატზე ხო აი ეგ არის ისეთი მოვლენა რომ შეიძლება საუკუნეში ერთხელ მოხდეს მარტო
ეგ არის ხალხის გვერდში დგომა და სიყვარული. შენი საუბრე გუშინ, ჩვენ გუშინ რომ საუბრობდით, საუბრე წნეხზე. რომ აი მე რომ აქ რო წნეხს მივეჩვიეო, ესპანეთთან რაღაც დროის არ გამიჭირდაო. ჩვენ ხედავთ აქ სივსისხლიანი იურის, რომელიც ძალიან მაგრად აფინიშებს შეტევებს და ხედავდით იურის, რომელიც ევროტურნირებზე შეიძლება თვითონ იყო იმდან წლეხის ქვეშ, რომ ერთ-ერთზე მეტოქესთან ფეხები უკან კალებდა. იმიტომ რომ მე მახსოვს რაღაც მომენტებში იყო ხელსაყრელი მომენტები, სადაც ჩვენ ვერ გამოიყენე, რომელსაც იური ხშირად იყენებს. აი ქართული ფეხბურთელის თვალით დანახული მატჩი, როცა ევროტურნირებზე გადიხარ, აი ას გრძნობს გულში. და რა იცვლება, როცა ამ დონეზე გამოდიხარ და აი შენ თავში რა შეიცვალა, იმიტომ რომ შენ ხა უკვე მოახერხე ეროვნულ ნაკრებში დებიუტი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აი სამ თვეში ფეხბურთელი ისე რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს, რომ სამი თვის წინ საერთოდ არ იძახებდე, ხო? და სამ თვეში უცებ სასტარტო შემადგენლობაში მოხდეს. აი რა განსხვავებებს ხედავ? ნუ ბევრად თავდაჯერებული ვარ პირველ რიგში ჩემ თავში, ისედაც თავდაჯერებას და ამბიციას და მსგავს რაღაცებს არ უჩივი ზოგადად, მაგრამ ნუ როცა საქმით უმტკიცებ შენ თავს, როცა უმტკიცებს საქმით, უფრო მეტის გჯერა შენი და ანუ უფრო ხდები, რომ უფრო ბევრად მეტი შეგიძლია რა და ევროტურნირებს რაც შეეხება, ხო არ გამოვიდა წარმატებული პირადად ჩემთვისაც, იმიტომ რომ იყო რაღაც მომენტები, რომ ბევრად კარგად შემეძლო და მე სრულებინა შეტევები, მაგრამ ალბათ რაღაც საფუძველი ვერ ჩაუყარე რა, ხო ხდები ესე რომ ვთქვათ, მანამდე რომ ეს ყველაფერი დამფასებოდა მაშინ. რაც ძალიან ცუდი არის და დღემდე აი ეს გულში მაქვს, რომ იბერიასთან ერთად მაგას ვერ მივახცე, იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი მოგებული მაქვს იბერიასთან ერთად და აი ეგ მქონდა გულში, რომ მეთქი ევროტურნირებზე უნდა გავიდე თქო და წელს მეგონა ეგ ყველაფერი რომ იყო ეგ წელი რა და სამწუხაროდ რეალურად იყო რეალურად მაგარი შანსი. ჯერი ხო კენჭის ყრაშიც არ გაგვიმართლა, მაგრამ მერეც ძალიან დიდი შანსი იყო ხა ლევადიასთან რო გავსულიყავით, მერეც არ იყო ისეთი ოპონენტი, რომ შეუძლებელი ყოფილიყო რა. მაგრამ ხო სამწუხაროდ სულად გამოვიდა და მე ეს წნეხს რაც შეეხება, როცა ყოველ კვირა თამაშობ 20,000-იან გულშემატკივრებში, მერე აღარ ხარ იმდენად დაძაბული და მოჭიმული ესე ვიტყვი, რომ ხდები ერთი შანსი რო აქვს და ანუ თავში იმას რო ვფიქრობ, გინდა თუ არა გამოვიყენო რა. ეხლა ლევადიასთან და ამ ზოგადად ევროტურნირები რო იყო, მე ამას ვთვლიდი, რომ ანუ სიკლის სასიცოცხლო ხო იყო ჩემთვის რა, ეგრე მიუდექი მაგ საფრთხეს და მაგაზე ვფიქრობ. ხო და მაგას ამ ზედმეტი მომზადება ხანდახან არასწორი არის და ეხაც ზედმეტი არაფერი ვარ. ხო რა, ეხაც ანუ თამაშიც რომ მომზადები ხომ მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად ვფიქრო თამაში და მეტად უფრო პოზიტიურ რაღაცები დავიჭირო, რაღაცა გავერთო, ვიხუმრო, ვიცინო და ასე შემდეგ რა. და ხო რა, ალბათ რო ვფიქრობდი ეგრე და მთელი კვირეული ამ თამაშზე რო ვფიქრობდი და მთელი ის 6 თვე მანამდეც რაც იყო, რომ ვემზადებოდით, ალბათ ეგ იყო, რომ ზედმეტმა მომზადებამ ამ შემთხვევაში ცუდად იმოქმედა შემდეგზე რა. და დიდ ბოდიშს ვხდი გულშემატკივარსაც, იმიტომ რომ ისმის რომ ყველა ამას ელოდა წარმატებას ჩვენი გუნდისგან ევროტურნირებზე და დავაღალატეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოლოდინი იყო, თან წაუგებლად ვიყავით ჩემპიონატში და ყველა ფიქრობდა ეხა ეგ დრო და სამწუხაროდ ძალიან ცუდად დამთავრდა რა. ნუ ხო ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა დიდ თამაშებში, ეხა ნაკლებად მაქვს სხვა ფიქრები, მარტო კონცენტრირებული ვარ ფეხბურთელებზე, მოწინააღმდეგის და თამაშის მიმდინარეობაზე რა. შეიძლება ვთქვათ, რომ იური ტაბატაძემ თამაშისადმი მომზადებაც ისწავლა? კი, რა თქმა უნდა. აი ბოლო 1 წელს როცა შეიძლება მიხვდი. ბევრად პროფესიონალურად. ბოლო 3 თვეში რას მიხვდი? მე აი რაც თქვი, რა ზედმეტი ფიქრი მავნებელი არის, აი მაგას მიხვდი პირველ რიგში, მე ბევრად სისხლიანი უნდა იყო და არ აქვს მნიშვნელობა ვინა მოწინააღმდეგე, შენ რაც შეგიძლია ის უნდა ითამაშო და შედეგი თუ გიწერია რომ შეგიძლია, ესე იგი შეძლებ რა ამ ყველაფერს და ეხა შენ თუ იმის შიშით იყავი რომ ეხა რამე რო გაფუჭდეს, მორჩა ცხოვრება დამთავრდა, აზრი არა აქვს. ეგ ფიქრები შეგჭამ შეგნიან და ვერც გამოძე სანამ რამეს გაიფიქრებს თამაში აი უნდა ავირვინო, ჩამოვირვინო, იქამდე გაგცდება ეს ფეხბურთელი. მე ისიც მეგონი მაგრა გლის ფსიქოლოგიურად თამაში რო დაიღლები
ჯერ ხო ფეხები გეყლება ორგანიზმი, საერთოდ ყველაფერი გეყლება და ძალიან ცუდი არის რა პულსი მაღლა რო აგივა, მე ძალიან ცუდია რომ რაღაც ვის სისხლიანობას აიღებდი რომ შეგეძლოს სოფლიო ფეხბურთიდან? სისხლიანობას ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრისტიანო არის და ალბათ მაგ ხრივაც გამორჩეული. ნუ რა და ეგ არ ეშლება ნამდვილად. ეგ არის ალბათ თავის თავარი იარაღი ეგ არის რა თავდაჯერებადაც. სულ გადამწყვეტს რო ურტყავდა ყოველთვის. კი რა ეგ არის და თან ანუ აცილებულიც აქვს რა გადამწყვეტი პენელი. მაგის მერე ხო ისევ შენ თავზე რო იღებ და ანუ იმის ფიქრი რო არ გაქვს თავში რომ შეიძლება რაღაც ცუდად წავიდეს, ეგ არის ჩემი სისხლიანობა და ეგოისტობა საფეხბურთო რაც საჭიროა რა ზოგადად. კადიში ტრანსფერმა როგორც შეცვალა შენი ცხოვრება შეიძლება კარიერული, ანუ საკლუბო კარიერულადაც გააღო ეროვნულ ნაკრებში ფანჯარა. ამაზე რას გვეტყვი შენი როცა კარიერას იწყებდი შენს ოცნებებში მე რამდენი ადგილზე იყო ეროვნულ ნაკრებში დებიუტი? კარიერას რო ვიწყებდი, ნუ ეროვნულ ნაკრები იყო ყოველთვის პირველი და იქნება უკვე ავისრულე, მაგრამ ეხა სტაბილურად მინდა რომ ვიყო ამ ნაკრების წევრი და შევეცდები და მტკიცო კლუბში ეს ყველაფერი რომ მე ისევ გამომიძახონ რა და ეს კადიში ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ უკვე ისეთ ასაკში ვარ რომ პატარაც აღარ ვარ და ანიხაი ხო რა ესე მართლა ეგრე ვთვლი რომ ბოლო შანსი იყო რომ იმიტომ რომ წელი მთავრდებოდა კონტრაქტიც მეწურებოდა სადღაც იქითა წლის საფხულში იბერიასთან და ანუ უკვე ისე ვიყავი რამე თუ იქნებოდა ამ პერიოდში იქნებოდა თუ არა და უკვე აზიისკენ უნდა წასულიყავი იმიტომ რომ ისეთი წლები მრჩებოდა რომ ოჯახისთვის რაღაც მაინც ხო ხდები რა ისეთი უნდა მექნა რომ რამე მაინც დამეწყო მე საფეხბურთო კარიერას რომ მორჩებოდი რა და ხო ანუ მაგ ფიქრებით ვიყავი რომ ეს ბოლო წლები იყო და ყველაფერი უნდა ჩამედო სტადიონზე და სტადიონის გარეთ რაც შემეძლო რა და ალბათ მაგან იქონია გავლენა და მაგან შემაძლებინა ის რაც აქამდე ესე ვთქვათ ვერ შეძლო იმიტომ რომ წარმატებული წლები აქამდეც მქონდა მაგრამ ამ დონეზე ჯერ არ მქონია და მადლიერი ვარ გუნდის ამ ყველაფრისთვის იმიტომ რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ეხლა უკვე სხვა ამბიციები გამიჩნდა ისე თავიდან ოცნება მქონდა ყოველთვის რომ ტოპ 5 ლიგების გუნდში რომელიმე გუნდში მეთამაშა და ამას აუცილებლად ავიხდენ. აბა სწორად გას მოხდა რომ გააჩინა ახალი ამბიციები. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბი, ანუ პირველი ეს რომ გავიგე ლა ლიგა 2. ეს არის ერთი ნაბი გითხარ ლა ლიგასთან რა, მინიმუმ. იმიტომ რომ ჯერ შეგიძლია შენი გუნდი თახვია, მე შენ თუ შენ თავს კარგად წარმოაჩენ, აი პირველი ლა ლიგიდან აქ უყურებენ, რა ხო ხდები შევსების ხრი და აი ეგრევე თვალები გამინაცდა და ანის მეუბნებოდი ჩემ მეუღლეს მეთქი ანის გამოვა და კიდე აზიაში წავედით. საბოლოოდ გამოვიდა ისე როგორც მინდოდა. ალბათ ნაკრებში გაგიმართლა ის რომ ბევრ ფეხბურთელს იცნობდი, როგორი გარემო დახვდა. და შენი თვალი დანახული საქართველოს ნაკრების შეკრება. კი, ნუ ძალიან კარგი გარემო დამხვდა. ბიჭებს ეხა ასაკობრივებიდან თითქმის ყველას უსვამი ზოგი თანაგუნდელი იყო ჩემი აქამდე. და ეს უფროსები ვინებიც არიან ეხა უფროსები ჭალებში, მაგრამ ხოხები გამოცილების ხრივ და ისედაც რა კაშო, კიტე, გვილითა და ასე შემდეგ ძალიან თბილად, ანუ არც მიგზნია რომ ამ ხელა ფეხბურთელებთან მქონდა შეხება რა, მიუხედავად იმისა რომ მე პირველად ვიყავი ძალიან კარგი გარემოში დამხვდა, რაც აქამდეც მსმენია, მაგრამ შიგნა რო ხდები უკვე უფრო მარტივად აღიქონდა, უფრო ხდები ყველაფერს, რაც ვფიქრობ, რომ ამ ნაკრების ის რაც მიაღწიეს ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ეს იყო, რომ ძალიან შეკრული გუნდი არის და შეკრებას შევაფასებდი, ნუ წარუმატებელი რადგან ორივე თამაში წავაგეთ, მაგრამ ეს რომ ამ სიტუაციას რო გავეცანი და რაღაც ერთი ნაბიჯი გადავდგი იმისკენ, რომ სტაბილურად იყო ამ ნაკრების წევრი, მაინც ასე ვიტყვი დადებითად, რადგან პირველი გამოძახება. ანუ შენთვის ნებრივ შემთხვევაში დადებითი იყო, იმიტომ რომ ხო, პირველი გამოძახება გავიცანი მწვრთნელები, ფეხბურთელები და ყველაფერი ჯერჯერობით მახრე ნორმალურად მიდის რა და ეს შედეგიც დარწმუნებული ვარ რომ მოყვება ამ ყველაფერს. შენს ფოტოზე ვნახეთ ვარას კომენტარი ყურადღებით
ანუ ესეთ კომენტარებს ყოველთვის აქვს რაღაც ისტორიები უკან. რას ნიშნავს? მოედანზე გიყვებოდნენ ყურადღებითო თუ? ყარა მაიმუნი არის. ყველას გვეძახდა რა და მთელი კვირა ანუ ვარჯიშებზე და იმას მაგას იძახის რომ ყურადღებით და ძალიან შეუყვარდა ეგ ფრაზა რაღაცა. ალბათ შემდეგ შეკრებაზეც ეგ იქნება საყვარელი ფრაზა და უბრალოდ ეგ დამიწერა. მე მთელი დღე კვერნას ემუნებოდა და ყველას მაგას ეძახდა რა ყურადღებით რა და იღებს ნენელა საკაპიტნო იმეს რა. შევადარიგებას იძლევა ხო? შევადარიგებას იძლევა და გამოდის კიდევაც რა. ყველაზე დიდი мотиваცია ხა მაგის მხრიდან ის არის რომ სტადიონზე განახებს რომ შეგვიძლია თამაში რა და ეხა ეგ არის მუხტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი ერთ ფეხბურთელის გარო დაინახავ რომ ან კაც მოატყუებს ან წაართმევს რაღაც აგრესიულად მე უკვე შენ მოგდის რა ეს თავდაჯერება ხო ხდები ყველა ფეხბურთელზე გადადის და საბოლოოდ ეს შედეგი გამოდის რაც გვინდა რა. გუნჩერო დამუნდი რა არ კითხეს რა კითხეს გუნდელი რამდენი იყო ისეთი ესე არა მილოცავდნენ იმიტომ რომ ეხა ესპანეთი კი ყველა მიცის ეხა აქ რა დონის არის და ანუ არაფერი არ ვთქვით მაგ რო წავაგეთ იმიტომ რომ ნუ ძალიან ძლიერია უბრალოდ ყველა მილოცავდა ყველა კარგად დახვდა მაგრამ მაინც სანაკრებოზე რომ მიდიხარ და თამაშს ვაცდე მაინც არ სიამოვნებთ რა ზოგადად თან აღარ ჩერდება ჩემპიონატი ხო რა ზოგადად არ სიამოვნებთ უცნაირებს და მე კიდე თან ერთი დღე დავიმატე, იმიტომ რომ ვიზაზე ვიყავი წასული თურქეთში და მაგაზეც ცოტა გამიბრაზდა, მაგრამ ალბათ მოულბობ გულს შემდეგ თამაშებში შეგვეცდე. რაც ალბათ ერთ-ერთი თემა რაც ყველა საინტერესებს, იური ტაბატაძე მარკო კურელიას წინააღმდეგ. მე უყურე და სულ რაღაცებს ეძახდი და ეგ უნდა მომიყვე. ხო, ძლიერი მსველი არის და აი ძალიან გამიკვირდა, ანუ სულ კი უყურებ ხა ჩელსის თამაშებს სულ არა, მაგრამ უყურებ რა და ესპანეთის თამაშებს ნუ თითქმის სულ უყურებ, იმიტომ რომ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია უყურებითაც რა და ეს კუკურელა უბრალოდ მეგონა ძალიან ჭკვიანი და პოზიციურად და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და ყველაზე მეტად რასაც დავაკვირდი მაკვირდებოდა სულ ანუ მე ჩვენ ხო უფრო ხშირად დაცვა გვიწევდა რა და ეგ ამოწეული იყო ზევით და მაკვირდებოდა როცა გავიხედავდი ბურთისკენ და სულ მაგ დროს გარბოდა რა და ვცდილობდი რომ ანუ ეს პერიფერიულად მაინც სულ თვალთა ხედვის არეალში მყოლოდა რა და სულ ხელს კრავდი და რაღაცები რომ ანუ რაღაცით ხომ უნდა ცოტა შეანელო რა ფეხბურთელი იმიტომ რომ სხვა დონეზე არიან ხო ხდები რაღაცით უნდა გააბრაზო ან ნერვები მოუშალო და მეც რავი ურთხავდი ხარ რაღაცას ვეუნებოდი და თამაშის წამოჯი სული ხო მაგაზე ყვითელი არ და ვერ გაუ ნუ კაი ვარიანტია ყვითელი რომ წითელიც იყო ან პირველ ტაიმში ერთი ჯარი მოვკიდე და მაგაზე არ იყო რა ჯარი საჭზე უნდა და მაგის მე ორთაბრძოლა გვექნებოდა სულ გვერდით არ ვიცეუნებოდა ესეც ჯარი მახუარი ყავდა რაღაც და მე თოშტოკერიც ყოფილა ხო მეც რო ჩავარტყინე ნებერს მოპარაკობდა რაღაცები მიდიოდა მაგრამ ხო რა სხვაგან არიან რა და ვიცადე რომ მეთქი რამენაირად იქნებ ცოტა გაუფანტ ყურადღება თქო მაგრამ პროფესიონალები მაგიტო არიან ჩელსიში მაგიტოა ეგ და მე კადიში მერინოსთან აზე წაკაჩავდი მერინოსთან არაფერი უბრალოდ მე ზოგადად ვინც არ უნდა იყოს ხასიათი ვინც არ უნდა იყოს ნუ ჩემთან აგუნდეს ახლა უკნიდან ჩაარტყა ახლა სათამაშო ეპიზოდი რო იყოს კიდე რაღაც ხრივა ანუ ეგეთი რეაქცია შეიძლება არ გქონდეს მაგრამ თან ახლა არა ხო ხდები ისეთი ფეხბურთელი არის ნაკრებისთვის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელი არის და ანუ უნდა ანახო რომ ანუ არ შეიძლება რა ხო ხდები ანუ სხვა ნაკრებებშიც გექნება ანახი რომ ეს თავარ ფეხბურთელებს როცა უტყამენ და რაღაც უნდა ანახო რომ ეს შეკრული ხარ რა და მე ისედაც ეგრე ვგრძნობ რომ ანუ ჩემიას რომ რამეს უზამენ რაღაც უნდა დავიცვა რა მანამდე სიბერიაში კაპიტანი ვიყავი და ანალოგიური შვებოდი სულ იმიტომ რომ გამორიცხულია იმეს ჩემი თანაგუნდელი დავაჩაგრინე ბოლოსკენ რა არის შენი უახლოესი მიზნები ჩემი უახლოესი მიზნები არის პირველ რიგში კადისთან ერთად ლა ლიგაში ასვლა და ეხლა სამწუხაროდ ცოტა ჩავარდნავ აქ მაგრამ მაინც იქ ვართ იმიტომ რომ 6 გუნდს აქვს შანსი ამ ყველაფერისთვის იბრძოლო 6 კი არა 8 ბოდიში კი არა
4 თამაშობს პლეი-ოფს, 2 ავტომატურად გადადის რა და ნუ თავარი მიზანი იქნება პირველ ორში მოხვედრა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით, მე პლეი-ოფისთვისაც თუ პლეი-ოფი იქნება და მაქსიმალურად მინდა რომ კადისთან ერთად მივაღწიო ამ მიზანს, იმიტომ რომ მაინც სხვა დატვირთვა ექნება, ხო ხდები ჩემთვის რა, ეხა ჩამოვედი ესეთი გვერდში დგომა მანახეს და სიყვარული რა და მინდა რომ დავუფასო ეს ყველაფერი და დავეხმარო ამაში, იმიტომ რომ იმსახურებს რა ეს ქალაქი, ესეთ სიყვარულს ფეხბურთელების მიმართ რო ანახებს გვერდში დგომას ყველა თამაშზე, ჩემი აზრით ეკუთვნის რა და ნახოთ იმედია მივაღწევ ამ მიზანს რა. დანარჩენს დრო განახებს. მადლობა იური მასპინძლობისთვის. იმედია ხალხას ისიამონა და უფრო ახლოს გაიცნო იური ტაბატაძე როგორც ფეხბურთელი, როგორც ადამიანი, მისი მენტალიტეტი, რომელიც საკმაოდ კარგია, მე ყოველთვის მოწონს მის ხასიათი და მომწონდა. და თვითონ თქვა რომ რამდენადაც მე კარგი ადამიანი შევიყო გამიედნის გარეთ. მინდორზე? აი მაგაზე გითხარი? მინდორზე ვერ ვიქნები ეგეთი კაცი, იმიტომ რომ ანუ ჩათვალე შენთან იჭრება ვიღაც და რაღაცის წართმევა უნდა რა შენთვის და ხო თავში აკლავ რო არ გაატანო რა და სხვა გზა არა თან აქამდე კარიერაში ცოტა ახალგაზრდა რო ვიყავი რამდენჯერაც კონცენტრაციას ვადუნებდი იმდენჯერ სხვა მართმევდა ან გოლს გვიტანდნენ ან თამაშს ვაგებდით ან მე ვერ ვიყენებდი მომენტს ხო ხდები ამ ბურთს მართმევდნენ და ნუ გასწავლის ცხოვრება ამ ყველაფერს რა და რამდენადაც კეთილი ვარ სტადიონს გარეთ იმდენად ბოროტი ვარ სტადიონზე რა მოწინააღმდეგეების მხრივ მადლობა იმედია ისწავლეთ მეგობრებო გთხოვთ გამოიწორეთ ჩვენი არხი მოიწონეთ ეს ვიდეო და დაგვიტოვეთ თქვენი კომენტარები სათხედავთ იური ტაბატაძის კარიერის წვერვალს ლალიგაშიო გელოდებით კომენტარებში მადლობა შენ წარმატებებს გსურვებ როგორც კადისთან ერთად ასევე საქართველოს ნაკრებთან ერთად და მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა შენ ძალიან დიდი იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველა ფეხბურთელისთვის ჩემი აზრით და აი საქმეს აკეთებ წარმატებები მადლობა დიდი აბა მომავალ შეხვდებით კარგად ნახვამდის